Darts თქვენი ნაწილია მონა. ჩვენ მოვდივართ სასაუბროდ მეგობრებო, მშვიდობიანი მისით. გამსახურდია მგონებას უნდა მოუხმოს. რა უნდა გადადგეს. გადადგეს და ატონა გადადგეს. თუ კიდევ ერთხელ მოხდა დარბევა ვირვესი ვთითხოვთ ჩვენ ერთს რომ ჩვენ შემოვართ უკვე არა მოვართ ჩვენ დეპარტამენტს ანაპეტან თავრობის ასახავს ვეჭრებით ჯერ გამსახურდია. ეგენი არის გამსახურდია. იარაღით მოვიდა სათავეში. როდეს იყო რომ აიღო და კომუნისტებს ესროლა. არ უსროია ხო? იმას უნდა სოციალისტური სტრუქტურა, ცენტრალიზებული структура. Именно туда верхова, да, идет, тарантин демократия. Человек, который Бодлера может перевести, он не может быть диктатором. Элементарно. საქართველოსი ომი შვიდობა აიწე აიცა დემოკრატია აიცა პერსონაჟებისა და მომენტებისა აიცა ახალგაზრდა ფარგლამისა აიცა ხელოვნებისა აიცა ზვიადი არ არის უბედურება საქართველოსი. ზვიადიზმი როგორც მოვლენა. გამოვედი და ნახეთ გარშემორტყმული პარლამენტი. დედრიონი არ იყო უკვე დღეს. მამრიონიც იყო იქ. Это люди, которые против его идет, они хотят вернуть опять этого создать коммунистический партии. Маршал საქართველოსი ჩვენი ხალხი არ ყოფილა ბრბო და დღეს იქცა ბრბოდ. ასეთ რომა პროვინციალიზმში არასოდეს არ ყოფილა როგორც ვართ დღეს. გამოვიარეთ რუსთაველის პროსპექტი სასა შაებში ჩაცმულ რამდენიმე ბედის წევა და კრულო მომაცილე პრეზიდენტს უნდა დაუჭიროს ხალხმა მხარი. ხალხი უნდა აღდგეს ერი, ნამდვილი ერი, ნამდვილი. ის რა ქვია, კრიმინალური ინტელიგენცია კი არა. ნამდვილი ერი ვინც არის, ნამდვილი ხალხი ვინც უნდა აღდგეს მაგათ წინააღმდეგ და უნდა განადგურდეს სათითაოდ მგლების ხროვა. მე მაგას ოპოზიციას ვერ უწოდებ კაცო. მე ვხედავ რომ საქართველოს უბსკრულისაკენ მიექანება და უბსკრულისაკენ მას უბიზგებს გამარჯვებული ძალმომრეობა. ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ. მე მგონი ახლა თავისუფალი ხალხია შეკრებილი. აი უყურებდი ვხედავ რომ თავისუფალი ადამიანებია შეკრებილი და იქ დგანან მონები. აი მონები, რომლებსაც უნდათ მონება თვითონ აირჩიეს თავისი არსებობის ქვაკუთხედა. პრეზიდენტ ჩვენ არ დავსმოთ, მორჩა. ეს უნდა იცოდეთ ყველა. Президент наши, такой человек, как Камсахурдия, мы думаем все, не только я, грузины, все думают, что такого человека нету. Просто пазл, честное слово. Никого нет на свете, даже средний язык. Я всегда буду стоять за нашего президента, потому что он действительно гениальный человек. Президент ნამდვილი დემოკრატია, ესეა დიქტატორები. საშინლად მეწოდება. აი ეს ჩვენი საწყალი უბრალო ქართველი, რომელსაც ამდენი 70 წელი ურტყეს თავში, მართლა რაღაცა გადაუბრუნეს ტვინში და ეხლა აი ვაკუუმი რომ გაჩნდა ტვინში, ის შეავსო ახალმა კერპმა. აი ის ინტელიგენცია, ისინი ფუფუნებით ის ფუფუნებული ინტელიგენცია არ უნდა. პრივილეგირებული წერალი თუ წერალია, ნატური წერალი არა დაწეროს იმან თავისი. აი აქ რომ შედვართ ვიღაცა იტყვის ეს არაა ინტელიგენციის საქმე, ტყუილია. ჩვენ უკვე ჩვენი სახლებიდანაც გამოვედით, ჩვენ მაგიდანაც გამოვედით. ეხლა არ არის უკვე ლექსის წერის დრო. ჩვენ გინდა რომ ის არა დემოკრატიული ვითარება, ატმოსფერო, არა დემოკრატიული ხელისუფლება გადადგეს და ჩვენც დავიძრათ თავისუფლებისგან მართლა. Questa è una sciave fatta, me sta una sciave fatta, poi la sementina di siti legezia da una sciave. Hai დღეს რო გამოდიან ტელევიზიით, არც ერთი არ აძლევს თავის თავს კრიტიკას. ყველა მართალია, ყველა მაგარია, ყველა ვაჟკაცია და აი როცა ერი გასკა და შუაზე, ამან თუ ერი გახეთქა,
იმდენი შეგნება უნდა ქონდეს ინტელიგენცია, აი გახეთილ ხიცე, სადაც გაბზარულია, ხრები დადგეს და ერი გადაატაროს თავის ხორებზე, რომ ეს არ მოხდეს. აი არც ერთმა ეგ არ გააკეთა. ეპოქათა გასაყარზე ყოფილი პარტოკრატია და ინტელიგენცია ახალ ეროვნულ პოლიტიკურ ბანაკთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. თუმცა ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადამიანთა წითელი წარსულის გამო ელიტის ცვლის ევოლუციური პროცესის გვერდისავლით ახალი ზედაფენის ჩამოყალიბება და სახალხო ხელისუფლების ფორმირება დაიწყო. რამაც ჯერ კიდევ შეუმდგარი სახელმწიფო საზოგადოება არათუ გააერთიანა, არამედ კიდევ უფრო გახლიჩა და გააბოროტა. ამდენად დროთა განმავლობაში ხელისუფლების მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი საზოგადოების 4 უძლიერესი ფენა ჩამოყალიბდა. იყო მიცემული დრო რევანშისტებისათვის, რომ დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლების სათავეში. მონაწილეობდა 4 სოციალური ფონდი ამ გადატრიალებაში. ეს იყო კრიმინალური სამყარო, ეს იყო პარტიული ნომენკლატურა, ეს იყო წითელი ქართველი ინტელიგენცია და ეს იყო საფინანსო ბიზნესური წრე. აი ეს 4 სოციალური ფენა, რომელზე დაყრდნობითაც რუსეთის დაზვერვამ მოახდინა ეს გადატრიალება და ტრაგედია საქართველოში. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოების 4 გავლენიანი ფენის ჩამოყალიბებას კი თავისი ლოგიკური საფუძველი და წინაპირობები გააჩნდა. ეროვნულმა ხელისუფლებამ პოლიტიკურ და ძალაუფლების ტექნოლოგიის სრული იგნორირების გამო საერთო ენა ვერ გამონახა ქართული ელიტარული ინტელიგენციის გავლენიან ნაწილთან. იმ უძლიერეს ფენასთან, რომელიც 30-იანი წლების ტოტალური რეპრესიების შემდეგ კომუნისტურ წიაღში წარმოიშვა და რომელიც ისტორიულად და თუნდაც 90-იან წლებში ათასობით ქუჩაში გამოსული მომიტინგის ფონზეც კი პოლიტიკური მოდის კანონმდებელი აღმოჩნდა. დემოკრატიზაციისათვის მოძრაობის კიდევ უფრო პრაქტიკულად გაჩნდა და აჩქარებს აღიარება. ნუ შემდეგ აქ ვამბობ ექსპერტებოდა. იცის ქართულმა კაცმა სიკვდილის შვილები ვართ და ჩვენ დაუბრუნდით სიცოცხლეს მისთვის რომ კარგად გამსახურდიას ხელისუფლების შეცდომა იყო, როდესაც კლიშეს ადებს შენ ინტელიგენციას და მას მოიხსენიებ თქვა კარის ინტელიგენცია, ან როცა ამბობ რომ ეს არის უკვე ყავგასული, ეს შეცდომა არის თუნდაც იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საქართველოსთვის, ეს არ არის რაღაც ქათინაური, ამას რეალურად ჩვენ ვგრძნობდით იგივე იქნებოდა ეს მწერლობა, კინოს ხელოვნება, თქვათ თეატრი, ყველა მიმართულებით იმ პირობებში, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩვენმა ქართული საზოგადოების ამ ნაწილმა თავის სიტყვა თქვა და ჩვენ მართლაც ვიზრდებოდით და ქონდა თუნდაც დაფარულად, მაგრამ ის ქართული სულისკვეთება არ ჩაკვდა. ჩვენ გავითვალისწინოთ რომ ინტელიგენცია, რომელიც ჩამოყალიბდა, ეს არის 30-იანი წლების შემდგომი ინტელიგენცია და ფაქტიურად მოხდა მოსპობა იმ ფენის, რომელიც არსებობდა რევოლუციამდე, შემდეგ რევოლუციის შემდეგ და მათ დაიწყეს ახალ ვითარებაში განვითარება და ეს შიში ჩემის აზრით შიში იმისა რომ ეს რეპრესიები, ანუ რეპრესიების შიშის ქვეშ ყოველთვის არსებობდა და ამის მწარე განცდილება იყო. პირველი ბზარი ელიტარულ ინტელიგენციასა და ზვიად გამსახურდიას შორის 1988 წლის ივლისში სახალხო ფრონტის დამფუძნებელ სხდომებზე გამოიკვეთა, როდესაც ეროვნულ პოლიტიკურმა ბანაკმა ღიად თუ ფარულად ინტელიგენციის აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში წინააღმდეგობა გაუწია. ინტელიგენცია არის აივაზე ასული, რომ ის არ იყოს მობილური, რომ ჩვენ არ შეგვეძლოს აქტიური მონაწილეობის მიღება ხილობის ცვლილებაში. ბატონო, აქ ისეთნაირად მიდის საქმე, რომ იმალე მეთოდებით გვთავაზობენ მოქმედებას, როგორი მეთოდებიც ჩვენ ამდენი ხანია უკვე განცდილი გვაქვს
და ვიცით ერითი თავდება მოაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა და კრება და სხვა არაფერი კარგად დაუბრუნდით ამას დიახ სას დავხედავ ნუ გეშინიათ და შეიძლება რაღაც ესეთი სიტუაცია ისეთ რომ არის აი დიქტატი საზოგადოების ეს ძალიან კარგია და არაჩვეულებრივ მისასალმებელია მაგრამ ამავე დროს უნდა არსებობდეს მეორე მხარეს პიროვნებას უნდა კონდეს უფლება თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი და ეს აზრი არ უნდა ხდებოდეს აი რაღაცა გაკიცხვის და გაკილვის საგანი სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდით ყველა ერთად ლაპოში ჩავსვით საკუთარი თავი და ახლა იმაზე უნდა ვიყოთ რის გაკეთება შეიძლება რის გამოსწორება შეიძლება და რომის აგება დავისახოთ ყველამ ერთად ეს ყველაფერი დავასრულოთ აქ მიტინგი არ არის აქ არის ინტელიგენციის შეკრება სხვა პიროვნებების აქ ღირსეული მამულიშვილების შეკრება აქ ერთ-ერთი უნდა გვიყვარდეს აქ სიმსუვრელი არ უნდა წაიღობდეს არავის არ შემთხვევაში აქ არ შეიძლება შუაზე დაყოფა ისე და დაყოფილია დაახლოებით საქართველოს ინტელიგენციის ფუნქცია არ არის ქვეყნის მართვა. ის მაშინ მოდის, როდესაც ქვეყანას უჭირს ეთიკის და მართვამაც არ შეუძლია. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეროვნულ პოლიტიკურ ბანაკსა და ინტელიგენციას შორის წარმოშობილი ბზარი კიდევ უფრო გაღრმავდა. ტოტალური უნდობლობა, წითელი იარლიყები და ელიტის ცვლის ნაჩქარევი მცდელობა საზოგადოებაში ურთიერთსიძულვილის გაჩენის მთავარი წინაპირობა გახდა. ვიცით რომ მე დამსახურებული სუკის აგენტი ვარ? არ იცით. ხვალ შეიძლება გენერლობაც კი მიბოძოს, ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ. როცა ჩვენ სულ ყველა ერთად ვიჯექით. როცა გვიყვარდა თუ არ გვიყვარდა, მოგწონდა თუ არ მოგწონდა ერთმანეთი. ჩვენ რისთვის ვზივართ ისეთ აქ, რომ არასოდეს არც ერთმა ქართველმა არ თქვას თავის თანამოძმეზე, საქართველოს მოქალაქეზე, ვინც გინდა იყოს იცით მტერი, ხალხის მტერია. ეს არავინ აღარ უნდა თქვას არასოდეს. იმიტომ რომ ეს არის მართლა დამღუპველი გზა. ეს დიქტატურის, მონობის, ყველანაირი უბედურების თავზე დატეხვის გზა არის. თავიდანვე ჯერ კიდევ სანამ რგვალი მაგიდა მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში, ეროვნულმა მოძრაობამ, ეროვნული მოძრაობის აი რგვალი მაგიდის ფრთან დაიწყო გააფრთხებული ბრძოლა ინტელიგენციის გამორჩეულ წარმომადგენელთა წინააღმდეგ. მოგახსენებთ მემარ მამარდაშვილი, რომელიც რომსაც აეროპორტში დახვდნენ მოსკოვში და იქ ისეთი რამეები უთხრეს, რომ ადგილზე მოკვდა ინფარქტ გადატანილი კაცი. აკაკი ბაქრაძე, რომელსაც რა არ დასწამეს, ნოდარ ნათაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტიურად გამოვიდა, რომ ჩვენ აღარ დაგვრჩა არც ერთი ავტორიტეტი, გარდა მრგვალი მაგიდის ავტორიტეტისა. არის ასეთი ცდუნება, ესეთი რიხით და ძალიან დიდი ზარზეიმით მოსული ხელისუფლების, რომ მათ ჩამოაყალიბონ თავისი ახალი არა მარტო პოლიტიკური ელიტა, არამედ ინტელიგენცია და ინტელექტუალური ნაწილი. ანუ კულტურულ რევოლუციასთან გვაქვს ჩვენ ზოგადად საქმე და ეს ყოველთვის მარცხით თავდება, იმიტომ რომ თუ კი არის რაიმე ფასეულებებს შორის შეუთავსებლობა, ეს ჩვეულებრივად ევოლუციურად უნდა განვითარდეს და ყველას აქვს ადგილი საზოგადოებაში და ყველა აზრს უნდა კონდეს თავისუფალი გასახანი. აი ეს იყო შეცდომა ჩემის აზრით, როდესაც არ ხდებოდა ამ აზრის განვითარება და აი ამ აზრისთვის და ამ ხალხისთვის სოციალური გასახანის და სფეროს დატოვება, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ყოველთვის გარდა იმისა, რომ გვჭირდება რაღაცა მატერიალური ან სხვა ესეთი მდგომარეობა, ჩვენ უნდა ვიბრძნოთ, რომ ვართ სოციალურად აქტიური და აი ეს განსხვავებს ხოლმე ერთ-ერთი განსხვავებელი ის არის რატომ არ ჩვენ ადამიანი და სულიერი არსება ამ შემთხვევაში. Наш президент отмангада касте интеллигент сам. Он интеллигентскую школу прошел у себя дома, у величайшего писателя Камсахурдия Константина. Так что ему не нужны интеллигентные люди, он сам интеллигент. ერთხელაც დამიძახა და მეუნება რომ აი თქვენ ის კაცი ბრძანდებით, რომელმაც ასე თუ ისე ბევრი რამ იცით უშიშროებაში. მე ვთხარი კი ახლა მოარული ენციკლოპედია ხარ თუ არა, მე ვთხარი მეც ახლა ასე თუ ისე ამდენი წელი ეგ მუშაობ და ვიცი მე რაღაცები. და თუ იცითო აი ეს ხალხიო 30 კაცი ამოცა, ესენი სულ კრემლის და კგბ-ს აგენტები არიანო. გადავალი ამ სიას თქვენ მე ვთხარი არასწორი ინფორმაცია გავთხო. ეგ არ არის შენი საქმე არასწორი მაქვს თუ სწორიო. მე გამოვალ ტელევიზორში, თქვენ ჩემს გვერდით იჯდებით
და იტყვით მე რო ვიტყვი რომ ესენი კგბ-ს და კრემლის აგენტები არიან თქვენ დამეთანხმებით მოთხარ რადგან ჩემი დათანხმება თუ თქვენ იტყვით თქვენ რო დამეთანხმებით ყველა დაიჯერებსო არ არსებობს მოთხარ რომ მე ამას დაგეთანხმოთ რატო იმიტომ რომ არ ახართ მოთხარი სწორად ინფორმირებული როგორ დაგეთანხმებით ხო თქვენი სამსახური ამაზე დამოკიდებულიო მოთხარი თქვენი კაბინეტიდან დღეს მივდივარ სახლში არ მინდა ნანელი სამსახურით არაო ერთი კვირით კიდე გავძლევთ მოფიქრების უფლებას არ მინდა ერთი კვირა მოთხარი კიდე ერთი კვირა გავიდეს გინდა ერთი თვე გინდა ერთი წელი ამაზე ვიქნები სულთქო ერთი კვირის შემდეგ მირეკავ და მეუნება მე თქვენ მატყუებთ მე თქვენ სამსახურიდან გაგაგდებთ მე უპასუხე რომ სამსახურიდან წასვლა პრობლემა არ არის ამ წასვლის ხო დაუყიდე ყურმილი მეორე დღეს ამოვედი სამსახურიდან და ვიჯექი სახლში ეს იყო 2 დეკემბერი როგორც ცნობილია 1991 წლის 26 აგვისტოს საქართველოში კომუნისტური პარტია რომელიც ასეულ ათასობით წევრს აერთიანებდა ოფიციალურად კანონგარეშე გამოცხადდა 8 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს ხდომაზე კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ პარტიის სიით გასული 62 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა. ყოფილ კომუნისტებს განურჩევლად დამსახურებისა და ცხოვრების წესისა სახელმწიფო და მმართველობით ორგანოებში საქმიანობა ეკრძალებოდათ. კომუნისტური პარტიის პარტიული სიით არ აქვს მნიშვნელობა ის მაჟორიტარული წესით იყო თუ პროპორციული წესით პარტიული სიით არჩეული ნებისმიერი დეპუტატი სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელ ორგანოში იულისმე უზენაესი საბჭო საქართველოსი აჭარის აფხაზეთის უზენაესი საბჭოები და საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოები ყველას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შეიძლება დადგეს ეს არის სამართლებრივად აბსოლუტურად გამართლებული სხვა საკითხია რამდენად მიზანშეწონილია ეს საუბარი იყო პოლიტიკურ ამნისტიაზეც თუმცა 1991 წლის 8 ოქტომბერს კომუნისტური პარტიის სიით გასული დეპუტატების პარლამენტიდან დათხოვნა ისტორიას საკმაოდ უხერხულ ფაქტად შემორჩა. ის პარტია რომელიც იგივეს მოიმოქმედებს რაც კომპარტიამ მოიქმედა 21 წელში თუ მანამდე ჩავთავოთ 9-7-ში 21-ში და შემდეგ აიგეს უახლახან და რაც მანამდე მოიმოქმედებია ესეთი პარტია მართლა უნდა აიგზავნოს ღმერთთან უფლას გარჩეს და თურმე ჩაიდეს აიგზავნოს და პარლამენტში ცდილობა წარმომადგენლები და დათხოვნილი იქნა აქ მეგონი საკამათო ბევრი არაფერი არის კომუნისტი ვიყავით ვარ ვიყავ მე ხო ქართველი ვიყავ და ქართველი ვარ და ვემსახურები იმ სახლს სადაც ქართველების სახლია ეს ამას ვემსახურები და რაც შეეხება იმ სიტყვებს რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში თქვენი კომუნისტების სახელები შავი ასოებით უნდა ჩაიწეროსო ბატონო აკაკი ნუ დაგავიწყდებათ რომ პირველ აქტს საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ბაბუაჩემი აწერდა ხელს ის ბაბუაჩემი რომელიც სოციალ-დემოკრატი იყო მაგრამ ამბროსი კათოლიკოსი იწავდა ძალიან დიდი მადლობა რამდენიც ახლა ბატონმა აკაკიმ ბატონმა პრეზიდენტმა ჩვენ არ უნდა გითხრას რომ თქვენ კონკრეტულად თქვენზე არ აქვს ლაპარაკი თქვენ ღირსეული მამულიშვილები ხართ და ასე შემდეგ თამაში ალბათ გარკვეული ჭეშმარიტებაც არის მე ჩემ მეზობელს ვერიჩკას ვერაფერს დაუკისებ რომ მე არ გამოვაკუნძურეს პარლამენტის შემადგენლობიდან იმიტომ რომ აჰა ხო გითხარი შენო იქ შენ რო იყავი და კომუნისტებს რო ემხრობოდიო იმიტომ გამოგამუძურეს იქიდან ეს არ არის ისაღები არავისათვის არავითარი ლანძღვა გინება და გამოძახება პარტიის წევრი შენ იყავი ამ პარტიის წევრი მაპატიეს ბატონო მაგრამ ჩემზე დაზარალებული ამ დარბაზში კომპარტიისაგან არავინ არ არის 37-ში დედაჩემიც დახვრიტეს და მამაჩემიც დახვრიტეს აბა ადგეს რომელი დარბაზიდან შეიძლება ჩუმად მოუსმენთ რომელიც ამ პარტიის წევრი არის ყოფილი კავშირელი არისო როდესაც აქ ლაპარაკია იმაზე რომ კომპარტიის სიით გასული ხალხი უპარტიოები თუ პარტია ადრე დატოვეს მაინც ითვლებიან მათ წარმომადგენლობა და სხვა თუ არაფერი მათი მორალური ვალია დატოვონ ეს პარტია ჩემთვის გაუგებარია რატო არ უნდა დატოვონ თავისი თანამდებობები ძალიან მაღალი რანგის ბოლშევიკმა ფუნქციონერებმა თელმა სამართალდამცველმა ორგანოების თელ სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელობა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს და მისი მოადგილეს კომპარტიის გასული დეპუტატები არიან ბატონი ვახტანგ რაზმაძე ძველი რეჟიმის დროს პროკურორი იყო ბატონი ჯონი ხეცურიანი რაიკომის დივანი ბრძანდებოდა სხვა ბევრი ხალხი არის კიდე ამ თერობაში რომელთან ნაწილს მე პატივს ვცემ და მეორე ნაწილს პატივს არ ავცემ ისე როგორც კომპარტიის დეპუტატი ერთ ნაწილს პატივს ვცემ და მეორეს არ ავცემ თუმცა უნდა ვაღიარო დეპუტაციაში მე მგონი ბევრი უკეთესი ადამიანი არის ბატონო დავით
თქვენ მოგმართავთ პასუხობთ მე თქვენ. ესე იგი ყოფილი კომუნისტი ფუნქციონერები და პარტიის წევრები ჩვენ თანამდებობებზე მივიღეთ უკვე როგორც არა კომუნისტები. გესმით? ხოლო ამ სიით ადამიანები შემოვიდნენ ვითარცა კომუნისტები პარლამენტში. აი ამაში ცდებით თქვენ და ამაში ტყუილხართ. მთავრობაში ხელისუფლებაში ძირითადად მაინც მივიდნენ კომუნისტებს შორის ყველაზე უარესი კომუნისტები. რაიონებშიც რა მოხდა? მე არ ვერტყი ყველგან, მაგრამ ბევრ რაიონში მოხდა ის, რომ ძველი მაფია, ადგილობრივი მაფია, კომუნისტური ყოფილი მაფია შეეკრა ეთნო მაფიას. ბატონო პრეზიდენტო, მე მინდა შეგახსენოთ, ერთუთით მე მინდა შეგახსენოთ, როცა ჩვენ მინისტრებს ვამტკიცებდით, საკმაოდ ბევრი ნაწილი იყო კომუნისტი იმ დროისთვის. იყო და თქვენ ბრძანეთ, რომ გამოსასწორი ვადი დატოვებენ აფარია. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც თავად პრეზიდენტ გამსახურდიას გუნდშიც მნიშვნელოვანი რყევები შეინიშნებოდა. ყალიბდებოდა საპარლამენტო ოპოზიციაც. გარე ოპოზიციის რიგებს კი პრეზიდენტ გამსახურდიას ყოფილი მთავრობისა და გუნდის წევრები რიგრიგობით ავსებდნენ. ყველა მოუწინოთ აგესია. პოლიტიკის ეკონომიკური კანონია. ტერი განეიტრალა ნეიტრალური მოყოლით აქცია. ვიაც კონდა იშვიათი ნიჭი მოყარეების ტრანსფერს. იმერჩ უშეცდომო არც ვაჟაიყო, არც მე ვიყავი, არც ებე, არც არავინ რა თქმა უნდა. მაგრამ ისინი არ მოვიდნენ ტრებად, ნამდვილად გეუბნებით რა. იქ მეორე ტერიც იყო, აგენტურაც იყო, ეს სხვა საქმე. შექმნილი ვითარების ფონზე კომუნისტური პარტიის როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დასასრული სავსებით ლოგიკური იყო. მსგავსი დემარში მაგალითად რუსეთსა და უკრაინაშიც განხორციელდა. თუმცა საკანონმდებლო ორგანოდან ამ ნიშნით ადამიანთა დათხოვნას ყველგან ერიდებოდნენ. საკუთარი სურვილით მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებების გარდა. მე მინდა თქვენი პოზიცია გამოხატოთ, აგრეთვე რატო არ ამბობთ იმას, რომ არც რუსეთში და არც უკრაინაში კომპარტიის აღზევას არ მოყოლია მათი დეპუტაციის გარეკვა იქედა. თვითონ დატოვებენ თუ არ დატოვებენ, ეს მათი უფლება არის, როგორც ქალბატონ თამარ დეკანოსიძისა. ეს დეპუტაციას არც უკრაინაში, არც რუსეთში, არც ბელორუსიაში არ დაუტოვებია, არ აუგრძელავთ მათთვის იქ ყოფნა. აი ეს ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ აი ამ ფორმით მოიცილოთ ის დეპუტაცია და თუ გინდათ კვლავ ერთპარტიული იყოს ესა, ისევ ერთმანეთ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორც გეკაჩებდეს ალბათ თქვენს გამოცებას იწვევს ხოლმე, ყველას გამოცებას იწვევს, თუ აი ეს შემდეგ გაჩენილი ოპოზიცია ჩვენს პარლამენტში რატომ ემხრობა კომუნისტებს. მეგობრებო, დააკვირდით, აქაც ანალოგიურ შემთხვევასთან აქვს საქმე. თუ ჩვენ ეს მგვალი მაგიდის დეპუტატები შემოვედით აქ, რა დასამალია, როგორც ორთქმავალმა ზვიად გამსახურდიამ შემოგვიყვანათ ჩვენ პატარ-პატარა ვაგონები, აი შემდეგ აქ პატარა ვაგონს რომ მოგინდა, რომ გადახდა გვერდზე და შექმენი ფაქციები, ზნეობა იქნებოდა, რომ თედო პაატაშვილის ჯგუფსაც და სხვა ჯგუფებსაც, რომლებიც აქ არის მგვალი მაგიდის შემოსული, მათაც ასევე უნდა ეცქვათ უარი პარლამენტზე, იმიტომ რომ მათ თქოს უარი თავარზე, იმაზე, რაც იყო ჩვენი პროგრამა. უცებ შემოხვედიათ იმ პროგრამით, ახლა გადახდი პროგრამიდან. აი ესეა განაცვალეთ ჩვენი ბედრო გადაწყვეტილი ამას ვხედავ. ეხლა 700,000-მა კაცმა მისცა ხმა ამ კომუნისტურ სიას. თქვენ ხო ჩვენზე კარგად იცით, ესე იგი მოგულისხმობ ჩვენ ერთადავად, ეხლა მე არ ვანაწევრებ, რომ ეს არის სულთხველი. არავინ კომუნისტობაზე იქ არც მარქსის კაპიტალი ეძო თავხეს და არც ლენინისტობებისგან შეკერილი საბანია ხურათიბად. სულ ყველა მისცეს კონკრეტულ ადამიანებს ხმა, რომელთა შორის არის 20 პროფესორი და აქედან 11 აკადემიის წევრი და წევრი კორესპონდენტი. მე ერთხელ მივედი ზვიად გამსახურდიასთან და უთხარი, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გადაუწურეთ წყალი 410,000 კაცს. ეს 410,000 კაცი არის პარტიის წევრი. თქვენ თქვით, რომ ვინც არიან კომუნისტები, ისინი ვერ ეღირსებიან ვერც სამსახურს, ვერც პარლამენტს, ვერანაირ თანამდებობას. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ 410,000 კაცი პარტიის წევრია, რომ აქედან კომუნისტი, წმინდა წლის კომუნისტი, თავისი შეგნებით, თავისი არსებით კომუნისტი შეიძლება იყოს მოთხარი 10%-ით. არც მაგდენი იქნებაო.
აბა რამდენი იქნება თქო მოთხარი? 3, კაი ბატონო 3% იყოს. დარჩა 400.000 მოთხარი. 400.000 კაცს პარტიის წევრს რომ თქვენ გადაუღობთ ყველანაირი გზა და არანაირ საშუალებას არ აძლევთ. მის უკან 5 კაცი მაინც არის მოთხარი, ცოლი, შვილი, და ძმა, რაღაცა, დედა, მამა. 400.000 5 მოთხარი 2 მილიონია და 2 მილიონი განაწყენებული რეგულება ქვეყანაში მოთხარი როგორ გინეს ქვეყანა მართო თქო. დაახლა და მართალი ხარ რომ მითხრა. ამიტომ გამოვიდა დღის პირველ საათზე და თქვა ოფიციალურად მიტინგზე რომ მე მოუწოდებ მათ რომ დაგვიდნენ გვერდში. აი ხარა სუყანა მიფიქრებთ და ნორმალად იქნება. საღამო 7 საათზე გამოვიდა და ყველამ დავიჭირო თქვა. და ბატონ ზვიად ძალიან დიდ პატივს სცემ. მიმაჩნია რომ ბატონი ზვიადი არის ეროვნული გმირი. მან დაანგრიეს არსებული სტრუქტურები, თქვენ უდიდესი მისიაში ასრულებთ. ეხლა დადგა მეორე ეტაპი თქვენს მოღვაწეობაში. მე გთხოვთ ეხლა მოყარეს პირში უძრახეს ვარიანტში ვლაპარაკობ იმას ბატონო ზვიადი. აი მე ძალიან კეთილად ვარ თქვენთან გაწყობილი რო იცოდეთ. მოყარეს პირში უძრახე ბატონო ზვიადი. მე გთხოვთ რომ თქვენი მუშაობის სტილი რაღაცნაირად შეცვალოთ. მე ამას გთხოვთ მოგიწოდებთ. ყოველ დაუშვებლად მიმაჩნია ბატონო ზვიად რომ თქვენ მიტინგებს ატარებთ. თქვენ პრეზიდენტი ბრძანდებით ხალხის რჩეული მიტინგი ჩაატაროს ბატონმა ცხილაძემ დეპუტატებმა ჩაატაროს. თქვენ ბატონო ზვიად მე ჩემი აზრი მაქვს ბატონო. მე ხალხის მოთხოვნით ზოგჯერ გამოვდივარ და სხვა ატარებს ბატონო. მე არა ეს ვიცით მაგრამ აი პრეზიდენტმა ხალხს მიმართეთ ტელევიზიით. აი მიტინგზე თქვენ არაჩვეულებრივი გრევა შეგიძლიათ. და დაანგრიეთ კიდევაც ეს და მე დაშუკრავ ამ გრევას. დაშუკრავ. აი არშენებისთვის სხვა სტილია ბატონო ზვიად საჭირო. მე გთხოვ, მე მოგიწოდებ თუ თქვენ შეგიძლიათ რომ აი ეს თქვენი მუშაობის სტილი შეცვალოთ. ძალიან დიდი სიძულვილი ითესება ერში. მეტასტაზების სიძულვილისა. მე თქვენ ძალიან გთხოვთ, არა მე არაფერს არ ვთესავ, ძალიან გთხოვთ. მე არასოდეს არ დამითესია, მე არავის კონკრეტულად ვიც არ ვეკადრება, რაც არ უნდა მე გაზრდეთ პირობას, რაც არ უნდა მე ჩემი აზრი მოგეწონოთ, არ მოგეწონოთ, მე რო გავალ მე განაწყენებული, მე არავინ არ მძურხავ თქვენ. და ნუ გამაკე არა, ნუ მე ვამბობ ჩემს საშიშროებას და ნუ მივიყვანთ იქამდე, როგორც ზოგიერთი გააფრთხებული იყურება და ერთმანეთის სიძულვილი დაიწყეს ქართველებმა, ნუ შევიძულებთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი და თქვენ კარგად იყავით. ქვეყნის მოსახლეობის ინტელექტუალური ნაწილის უმრავლესობა თავის დროზე კომუნისტური პარტიის წევრი გახლდათ, რომელნიც ღიად თუ ფარულად პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ და განსაკუთრებული პატივითაც სარგებლობდნენ. ამდენად ეროვნული ხელისუფლების დროს ინტელიგენცია და პარტოკრატია კუთვნილი სოციალური სტატუსის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა მათ ეს დისკომფორტი შეექმნათ. რა თქმა უნდა ისინი აკლები ბუზღუნებდნენ, ჭორავდნენ კომუნისტებს, მაგრამ კომუნისტების ფავორიტები იყვნენ. ცხადია და ეს უცნაური თამაში იყო მათ და კომუნისტურ ხელისუფლებას შორის. ისინი აღწევდნენ ანეკდოტებს კომუნისტებზე პიროვნულად თუ საერთოდ იდეოლოგიურად. ისინი რეაგირებდნენ ამა თუ იმ ვთქვათ კომუნისტების გადახრაზე ნამდვილად რეაგირებდნენ, ხო? და ნამდვილად ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს და მეფრუენ დადებით რომ სასრულებდნენ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. და ახლა ჩვენ არ აღვყვნენ ისინი ნაჩვევი იყვნენ რისკზე არ წავიდნენ. ვაი თუ კომუნისტები მოდი პირდაპირ ვთქვათ. არჩევანი ესე იყო, ხო? ჩვენი მოგებლის შანსი ნაკლები უნდა ყოფილიყო წესით ვიდრე კომუნისტების და ასე არ გარისკეს მათ. მაგრამ როცა ჩვენ მოვიგეთ, როგორც ნაჩვევი იყვნენ, ჩვენგანაც მოითხოვეს იგივე. მოდი ახლა უკვე ჩვენი ბრალი ვთქვათ. ჩვენ უნდა მიგვეცათ თუნდაც ნახევარი რა. ესენი გინდოდა თუ არ გინდოდა. ამ ერის ინტელექტუალური ელიტა იყო თქვენ როგორც ძალით. ნამდვილად იყო, ხო? ეს უკვე ჩვენ უნდა გამოგვლილებინა და სულძელობასაც არ ვიტყვი, იმიტომ რომ დავზაბოს ახლა სისხლი არ გვემართა ერთმანეთის, არა? უნდა გამოგვეჩინა თუნდაც მეტი მანევრულობა, მოქნილობა. ამდენ გაგება პროცესის, რომ აი ესეთი ტეხილია. რაც ელიტა ყავს, ეს ელიტა ყავს. და არ ვიტყვი, რომ ცუდი ვინმეზე უარესი იყო. საბჭოეთში საუკეთესო იყო. რუსებს და ჩვენ ყავდა რეალურად, რომ ვთქვათ, ხატრული ელიტა. ბალტელებს ყავდათ საზოგადოებრივი ელიტა ნამდვილი. სხვა ხალხებს ასეთი რამ არ ყავდათ. და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ. ვერც მან გამოვიყენა ქვეყნისთვის. ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გამოვიყენა და ვერც ერთმა სხვამ. ეს არის ძალიან ცუდი რამ. რომ ეს არ არის რევოლვერის მჭიდე, რომ ამოვარდო ერთი ჩააგდო მეორე. არ არის.
როცა შენ კარგავს სოციალურ სტატუსს, ამას მოყვება შემდეგ ჯაჭვური რეაქცია და შენ უბრალოდ ხარ აუტსაიდერი და ხარ განაპირა თქვენთ ამ საზოგადოებრივი და პოლიტიკური და ქვეყნის ცხოვრების და ეს ხალხი არ იყო ამას მიჩვეული და ეს ჩემთვის გასაგებია და მე კიდევ მეორე შეცდომა ის იყო რომ მე არ ვიტყოდი რომ გამოყენება როგორც ასეთი მაგრამ კიდევ მეორე უფრო სხვანაირი დამოკიდებულება ჭირდება პოლიტიკოსებს ამ სფეროსადმი და საზოგადოების ამ ნაწილისადმი. ხელისუფლების მხრიდან ინტელიგენციისადმი უნდობლობის განცდა იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში რევანშისტული განწყობა და ურთიერთანტაგონიზმი გაჩნდებოდა, რასაც ქართული ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ვერავითარი პატრიოტული და თავისუფლების იდეით გამსჭვალული ლოზუნგები ვერ შეაჩერებდა. თქვენ გახსოვთ ინტელიგენციასთან შეხედულება კაცი მოვიდა, ნუ შეხვდა ამ ინტელიგენციას, მოვიდა მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, ასე შემდეგ და უკვე ისინი როგორ იყო, ეს კლანჭები ქონდათ გამოდო და ამე რო დაუწყო რბილი ლაპარაკი, იქიდან წამოვიდა უკვე მუშტიკრები. კი, გასაგებია რომ ამის საფუძველი მანამდე იყო და ცოტა დაგვიანებული იყო, მაგრამ შედალოცვილო, კარგი, დაუშვათ და დაუშვათ ესეთია. არ შეიძლება ძალადობით ხელისუფლების დამხობა. ეს არის კანონი. ეს გააკეთა უწიგნურობამ. ეს გააკეთა საშინელმა საკუთარმა ამბიციამ. მალე ქართული ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელთაც ხელისუფლებაში არ უსმენდნენ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის, მართალია დროებით გაერთიანებულ პარტიათა, თუმცა იმ ეტაპზე ჯერ კიდევ პოლიტიკური და არა შეიარაღებული ოპოზიციის ეროვნული კონგრესის გვერდით აღმოჩნდა. კონგრესმა შექმნა გარკვეული ესეთი პრეცედენტი აი ამ ურთიერთობების და თუ კი არის ეროვნულ კონგრესზე საუბარი, აი აქ მოხდა შეჯერება აი ამაზე, იმიტომ რომ კონგრესი აღმოჩნდა ის პოლიგონი, მე არ ვიტყვი როგორც პოლიტიკური, არამედ ზოგადად საზოგადოების წარმომადგენლობა, სადაც ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, ნორმალურად და ცივილიზებულად მოხდა თანაცხოვრება რადიკალური პარტიების, ზომიერი პარტიების, ვთქვათ ასე, და აი ზუსტად იმ ინტელიგენციის წარმომადგენლების, რომელთაც ხელი კრა ხელისუფლებამ და მათ ადგილი ვერ ნახეს ქვეყნის ცხოვრებაში და ზუსტად ეს მე მესმის, რომ ეს იყო უკმაყოფილების გარკვეული პროვოცირება თვითონ ხელისუფლებიდან წამოსული. კაი გამონათქვამია რა, ებრაელმა რო თქვა, იცით, если бы я был таким умным, как моя жена после, ამ გადასახედიდან უკვე სხვანაირად ჩანს. კი, ამ გადასახედიდან ისე ჩანს, რომ მოფერებოდა ვიღაცისთვის თავზე ხელი უნდა გადაესვა რაღაცა, მაგრამ მაშინ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, გამიგეთ, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. ყველაფერი ზოგი სუჩქარობდა და დროზე ეს მოვასწრო, ეს გავაკეთო, ეს დაფიქსირდეს. გამიგეთ, და ამისთვის აღარ ეცადა. საქართველოს ისტორია პიროვნულ, პოლიტიკურ და პრაგმატულ ნიადაგზე დაპირისპირების არაერთ ფაქტს ინახავს. მაგალითად 1801 წელი. მაშინ ქართული არისტოკრატიის დიდი ნაწილი, რომელიც ერის სულიერ და ზნეობრივ მხარეს განსაზღვრავდა, ერეკლე მეორეს დაუპირისპირდა. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც დაპირისპირებულნი იყვნენ ერეკლე მეორეს მანამდე, შემდგომ უკვე თავში ხელს იცემდნენ და იძახდნენ, რომ ერეკლეს მტრობითო ჩვენ საქართველოს დავუყეთო. ბევრი ვერაცნობიერები და ამას თუ რას ჩადიოდა. მათ ეგონათ, რომ ერეკლეს ედავებოდნენ სახელმწიფო მართვა, როგორ სჯობდა. და თუ ამასობაში, როცა ხერხ შეკრულია ქვეყანა, როცა მოქმედებს რუსული აგენტურა და გავლენის აგენტურა, აი ასეთ დროს მეფესთან დაპირისპირება, ხელისუფალთან დაპირისპირება გამოიწვევს იმას, რომ ხელს უწყობ ქვეყნის დაპყრობას, ქვეყნის დაქცევას. და მაშინ სოლომონ საჯული, მართლაც ბრძენი კაცი, ყოველმხრივ მოუწოდებდა, ყველა შეაგონებდა
იმას, რომ არ შეიძლებოდა ერეკლესთან ბრძოლა. არ შეიძლებოდა სახელის გატეხვა სამეფო დინასტიისათვის, რასაც მიზან მიმართულად ცდილობდა რუსეთი, როგორ გაეტეხათ სახელი, რათა გაადვილებულიყო მეორე სახელმწიფოს სამეფო კარის გაუქმება და სახელმწიფოს გაუქმება. განსხვავებული ვითარება იყო 900-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში, რომელიც სწორედ ქართული ინტელიგენციის მოწინავე ნაწილის ინიციატივით დაიწყო. ილია ჭავჭავაძესთან მკვეთრი დაპირისპირების გამო რეზო გაბაშვილი, შალვა ამირეჯიბი, მიხაკო წერეთელი დიდად არ სწყალობდნენ ხელისუფლების სათავეში მყოფ ნოე ჟორდანიას. თუმცა 1918-21 წლებში არც ერთი მათგანი არ გამოსულა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ. ყოველ მიუღებელი იყო ნოე ჟორდანია ეროვნული ძალებისათვის თავის დროზე. თვითონ ნოე ჟორდანიას ბიოგრაფია ყველას მოიხსენება, მთელი ცხოვრება გალია ილია ჭავჭავაძესთან დაპირისპირებით, ეროვნულ სოფხედველობასთან, ეროვნულ აზროვნებასთან დაპირისპირებით და აღმოჩნდა უეცრად თავის დამოუკიდებლობას დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში. მაგრამ ეს რომ მოხდა, ის ადამიანები, რომლებიც ილიას მიმდევრებად აცხადებდნენ თავს და თავგანწირული იყვნენ იმისთვის, რომ ეროვნული სახელმწიფო შექმნილიყო, ის ადამიანები არ დაუპირისპირდნენ ჟორდანიას, რადგანაც მიიჩნიეს, რომ ჟორდანიასთან დაპირისპირება ამ შემთხვევაში იქნებოდა რუსეთის საქმის გაკეთება და ჟორდანიასთან ბრძოლას შეეწირებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ხალხი და მამულებ ჩამორთმეული ინტელიგენცია მაშინ ერთად იბრძოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. ბოლშევიკები კი მათ თავდადებას კუთვნილი პრივილეგიების დაკარგვას მიაწერდნენ. ბრალდებების ადრესად შორის იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილიც, მხედართმთავარი და მოაზროვნე, ადამიანი, რომლის სურათითა და იდეით 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობა აკორდა. როცა ბოლშევიკებმა მას დასდეს ბრალდებად ხალხში გაეტეხათ სახელი მისთვის, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი იბრძვის არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად, არამედ დაკარგული პრივილეგიებისათვის, ქაქუცა მაშინ განაცხადა, რომ მე პრივილეგიები თუ რამე მქონდა, ამ ბოლშევიკების დროს უკვე დავკარგი. მაშინ ჩამომართვეს მამულები და ხმარა მომიღია. არასდროს დაუპირისპირები ვარ ხელისუფლებას. კრიტიკი არ დამიძრავს, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება. და ჩემთვის მიუღებელი იქნება დამყობლის მიერ დანიშნული მართველი ყოველთვის. სხვათა შორის მწერალმა ოთარ ჩხეიძემ თქვა: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მთელი თავისი დღე დამონსტრება იბრძოდა არა უკეთესი, არამედ საკუთარი ხელისუფლებისათვის. და ალბათ ამ ფრაზაში მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგედიაა მოქცეული. მამულებ ჩამორთმეული ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეპოქის შემდეგ კი საქართველოში 70 წლიანმა ექსპერიმენტმა ასევე მძლავრი სამეურნეო ელიტა წარმოშვა, თავისი კოლოსალური შავი ფულითა და ჩრდილოვანი ეკონომიკით, რომლის ძირითად ბირთვს ასევე ყოფილი პარტიული ფუნქციონერები და ინტელიგენციის გარკვეული ნაწილი წარმოადგენდა. ახალი ხელისუფლების თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური კურსის, ეროვნული ბურჟუაზიის შექმნისა და ამ კუთხითაც ხალხოსნური ანგაჟირების გამო ეგრეთ წოდებულ წითელ დირექტორებად შერაცხული სამეურნეო ელიტაც საკუთარ სოციალურ სტატუსს ასევე კარგავდა და საზოგადოებრივი ქონების გადანაწილებასა და პოლიტიკურ პროცესებში თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა. ამდენად ანტისახელისუფლებო რგოლს კიდევ ერთი ფინანსურად ძლიერი და ამბიციური ფენა დაემატა. სხვათა შორის ეს წითელი დირექტორები და ეს ეგრეთ წოდებული საქმოსნები, რასაც უწოდებენ, რომელიც ძალიან ცუდად მოიხსენიებოდა საბჭოთა, ასე ვთქვათ, პროპაგანდის თვალსაზრისით, ეს იყო ზუსტად ის ჩანასახი საბაზრო ეკონომიკის და ის ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც არსებობდა მაშინ საქართველოში, ეს იყო ზუსტად საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული მოთხოვნა მიწოდებაზე და ეს თუმცა არ იყო თლათ ისეთი, მაგრამ ამას ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ შემდეგ გადასვლა, თქვათ, საბაზრო ეკონომიკაზე ბევრად შეუწყო ხელი ასეთი ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობამ და ასეთმა ურთიერთობებმა. დავიჯერებდი, რომ განზრახვა ხელისუფლების ეროვნული ბურჟუაზიის შექმნის შესახებ იყო აბსოლუტურად გულწრფელი, თუ კი არ მოხდებოდა ამ ეგრეთ წოდებული წითელი დირექტორების უკვე, არ ვიცი, ეროვნული დირექტორების ჩანაცვლებით. ანუ ტრანსფორმაცია კი არ მოხდა ამ საწარმოების განკერძობა, ხსნიდნენ დირექტორს და ნიშნავდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს. ანუ სისტემა არ იცვლება, იცვლება უბრალოდ პიროვნებები და რა
რას გვებულობთ ჩვენ? ანუ შიში იმისა, რომ ეს ფული შეიძლება სადღაც წავიდეს, მოდი ისევ ჩვენ დავატრიალდეთ და ჩვენ ავიღოთ, იმიტომ რომ რადგან სისტემა შენ ტოვებ, ისე უცვლელად გამოდის, რომ ის შავი ფული კეთდება და ამ შავი ფულის წყარო არის უკვე შენ მიერ დანიშნული ხალხი. ამ გადატრიალების შემდეგ ჩვენ ნახეთ, რომ საკმაოდ ისეთი რაოდენობის ფული იყო გასული. როდესაც მოძრაობა სათავეში უდგება მესაკუთრეთა ფენა, იმას გაყავს პროგრესზე და როდესაც სხვა ფენა უდგება მოძრაობა სათავეში, იწყება რეგრესია და ქონების გადანაწილება, გადმონაწილება. საბჭოთა კავშირში უარი იყო ეს, რა ქვია, მესაკუთრეთა ფენა და ვიღაცა უნდა ჩადგომოდა სათავეში. ნებისმიერი ჩადგომა სხვის გამოიწვევდა ქონებისა და ფინანსური რესურსების გადანაწილებას ერთი, მერე აზროვნების ცვლილებას, იმიდან საბაზრო ეკონომიკა ავტორიტეტული მართვიდან გადავდიოდით საბაზრო ეკონომიკაზე, ისა რა ქვია, სისტემის ერთი ცვლილება, მეორე სისტემის უძნელესი ეტაპი, მესამე ადამიანის აზროვნების ცვლილება და დაემატა მსოფლიო გადანაწილება. პირველი დაიწყო ქონების გადანაწილება. პატრიოტული მოტივი თუ რაღაცეთი რომ გამოდიოდნენ, ლაპარაკობდნენ ერთს, მაგრამ მე ვიტყვი 99% დაიწყო თავი GPS-ისგან ქექვა. 99%. მათ შორის ინტელიგენციის წარმომადგენლებაც. ამიტომ მე ესე ფორმულებას გავაკეთებ. ძველება კარგად ჩაიხედონ იმ პერიოდში, ვიღამდე გაქაჩა თავისაგან. საშუალოდ კიდე დიდი ფიქრი არ დაჭირდება. 90-იანი წლების ეროვნულ ხელისუფლებას ისტორიულად ყველაზე ტრაგიკული ბედი ერგო. იქამდე კი საქართველოს მოსახლეობამ მას საკუთარი მხარდაჭერა სამჯერ გამოუცხადა. 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველი მრავალპარტიული არჩევნებისას. 1991 წლის 31 მარტს, როდესაც დამოუკიდებლობის საკითხზე მოეწყო რეფერენდუმი. გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი აქტი. 1991 წლის 26 მაისს, ზვიად გამსახურდიას ინაუგურაციის დროს. 1991 წლის ბოლოს კი არჩევნებიდან წელიწადსა და 4 თვის შემდეგ მოხდა ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან 87%-იანი მხარდაჭერის მქონე პრეზიდენტის გვერდით ყოფნა, რომელიც თავად ელიტარული ინტელიგენციის წარმომადგენელი გახლდათ, უბრალოდ არამოდური გახდა. მაღლობს დღეს პირველი ის რომ არასოდეს საქართველოში ჩვენი ხალხი არ ყოფილა ბრბო და დღეს იქცა ბრბო. მეორე ის რომ ასეთ რომა პროვინციალიზმში არასოდეს არ ყოფილა როგორც ვარ დღეს. და მესამე ის რომ ჩვენ დავხდით დაკომპლექსებული. აი ეს უნდა იყოს მაგათრო. აი 87% ავიჩიეთ პრეზიდენტი. კეთილინებონ დაუწადონ 5 წელი. ვიცი იყოს 5 წელი დაიცადონ. თუ 6 თუ 8 არის ხალხმა დაადგენ, ფორმას დაადგინა, მოიცადონ. 5 და ვერ იმუშავებს, გადავაყენებთ. ჩვენ არ შევწყვეტავთ ბრძოლას, სანამ არ დაიწყება საქართველოში ნამდვილი დემოკრატიული პროცესები. და თქვენი აზრით ეს აქცია შეუწყობს ხელს ამ პროცესების განვითარებას? მე მგონი, საქმეში რომ თავარია რომ ჩვენ აი ამ აზროვნებაში ჩავრთოთ საქართველოს უმეტესი მაცხოვრებელი. არსებობს 87%, რომელმაც ხარი დაუჭირა მას. მინიმუმ თვის წინათ. ეხლა ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ესე იგი იცვლება სიტუაცია დღეებში, თვეებში კი არა, საათებში იცვლება რაღაცეები რა. ეროვნული მოძრაობა არ დაწყებულა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური დავარქვათ გაერთიანება აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში. ეს მართლაც იყო ეროვნული, ანუ სახალხო მოძრაობა, რომელსაც ჰქონდა ერთი მიზანი, რომ ქვეყანა ყოფილიყო დამოუკიდებელი. ანუ აქ ადამიანები მოდიოდნენ ძირითადად იმისთვის, რომ ებრძოლათ სამშობლოს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. როგორც კი პრობლემა ხდება ეროვნულ მოძრაობაში და უკვე რეალურად ხდება იმისი ალბათობა, რომ გამსახურდია მოდის ხელისუფლებაში, ხო, ამას ყველანი ვძნებ, უკვე ახალი სახეები ჩდება მის გარშემო. და მე ვფიქრობ, ეს არის ინტერესთა ჯგუფი, რომელმაც იყნოსა, რომ აქ არის დრო იმისა, რომ ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში
და მათ არ გააჩნიათ რაიმე მყარი ესეთი პოლიტიკური ფასეულობები და ხდება ზუსტად ამ ხელისუფლებისში მოსვლის საბაბით გაერთიანება და გარშემო დაჯგუფება გამსახურდიასთან, რომელსაც დაწყებული იქიდან მასაც რა თქმა უნდა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მე რომ უკვე რეალური სიტუაცია შეიქმნა ესეთი პოლიტიკური რომ უკვე ამისთვის მან გადაწყვიტა რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. ანუ აი ეს უნდა გამოვყოთ ჩვენ იყო ჯგუფი რომელსაც მართლაც უნდა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ამისთვის ის თვლიდა რომ ხელისუფლებაში მოსვლა არის ზუსტად მიზანშეწონილი განსხვავებით თქვა ეროვნული დემოკრატების პერიოდში და იყო ჯგუფები რომლებიც მოვიდნენ იმიტომ ხელისუფლებაში რომ მიიღოთ თავის სარგებელი. ნებისმიერ საზოგადოებაში და ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს სოციალური ფენა, რომელიც ყოველთვის მზადაა მონაწილეობა მიიღოს ანტისახელისუფლებო ამბოხებაში. ეს არის კრიმინალური სამყარო, რომელსაც იმ პერიოდში არსებობისათვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი ჰქონდა, თუმცა უძლური იყო გავლენიანი მოკავშირის გარეშე. ასე რომ 1991 წლის დეკემბრისათვის ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად არა განაწყენებული კიტოვანის არმია, არამედ საზოგადოებრივი აზრი იქცა. საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ერის მოწინავე ნაწილმა შექმნა და ანტიზვიადისტური მოძრაობის წინახაზზე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ იარაღით ხელში აღმოჩნდა. კი, მე მესმის, შეიძლება არ მოგწოდეს ეს მინისტრი, შეიძლება ეს მინისტრი არ მოგწოდეს, ის მინისტრი, შეიძლება არც პრეზიდენტი არ მოგწოდეს, მაგრამ აი კინორეჟისორები მაგალითად, რომლებიც დაუდგენ თენგიზ კიტოვანს და ჯაბა იოსელიანს გვერდზე, მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომის ქალაქ რომში ვიღაცამ ზარბაზანი გაისურვოს მოარტყას რომელიღაცა შენობას და ფედერიკო ფელინი მის გვერდზე დამდგარიყო. მე ეს ვერ წარმომიდგენია. რა არის, ვინ არის ინტელიგენცია? ვინ უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, ხო? და არა სისხლის მსმელი. რა გააკეთა ამ ინტელიგენციამ? საშინელება ჩაატარა. საშინელება. და შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ დაუჩოქეს. ვის უჩოქებ? ვის უჩოქებ? ასეთი მოკლე მეხსიერება გვაქვს ჩვენ საერთოდ ქართველებს, კაცო? მეძახიან სამსახურში, რა გინდათ მოთხა, რა უნდა მოხვიდე უეჭვლათო, მივედი. რაშია საქმე? ყველა სამსახურის ხელმძღვანელებს ეძახიან ტელევიზიის შენობაში იკრიბებიან და უნდა ჩვენგანაც წავიდეს ვინ. მე წავიდეს მეთქი, ვინც არის ხელმძღვანელი, მე ხო არა ვარ. არა თქვენ უნდა წავიდეთო. მოთხარი ისე როგორც ადრე, ეხლაც ვუთხარი ძალიან გთხოვთ მეთქი, რომ კოლეგის გადაწყვეტილება იყოს, თუ ისინი გადაწყვეტენ მე წავალ. მოვიდა სულყანი თხოვეს რომ წავსულიყავი. წავიყვანე ორი კაცი. მივედით მე და თამას აბულაძე და შომა ნოზაძე. წავედით მივედით აქ რა შეხედავ. ესე იგი ერთი თუ ხარ ტელევიზიაში ნავყოფი შენობაში, ერთი მოდივართ ახლა. დიდი ოთახი იყო გვალი მაგიდა იდეა. ესეთი იმ მაგიდას გარშემო დაახლოებით 16 წარმომადგენელი და მათ შორის მეც ვარ. დგება ერთი თქვენთვის და ჩვენთვის ძალიან საყვარელი ცნობილი კაცი კინორეჟისორი და ამბობს თქვენ ანგორ მაისურაძე და თქვენი ხალხის ყველა მოღალატეები ხართ. რატომ ხოშო? იმიტომ რომ თქვენ ხო იარაღი გაქვთ. დიახ, გვაქვს. თქვენ თუ იარაღი გაქვთ, უნდა აიღოთ ეს იარაღი და უნდა დაგვიდგეთ გვერდში და გაუსწორდეთ იმ ხალხს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან. დაახლოებით ამას ახლა ესე გიყებით. ერთი 10 წუთი ელაპარაკა. რომ დაამთავრა ლაპარაკი. მოხდა თუ შეიძლება გამოვიდეთ ორ სიტყვას გეტყვით მეთქი, გავაჩერეს უყველა. მოთხარი წესით, კანონით და კონსტიტუციით ჩვენ ახლა უნდა ვიდგეთ პრეზიდენტის გვერდში და თქვენ უნდა გეცოდეთ მოთხარი, თქვენ ხართ უჩისტებით ხო? და ამას არ ვაკეთებთ. არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ დღეს რო თქვენ გესროლოთ, ანიქით ვისროლოთ ისეთი უშიშროება ხვალ არავისაგან დაჭირდებათ ხო მოთხარი. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ და არც გავაკეთებთ ხო მოთხარი. და ამით დავამთავრე და დავჯექი. გითხრათ ვინ იყო ის კაცი?
მეკითხებით, გითხრათ? რადგან ახლოს რო შემოდიხართ იგი. ქვეყანაში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეა გაჩნდა. იქამდე კი იყო 2 სექტემბერი. დღე, რომლის შემდეგაც საქართველოში მართლადი ქაოსი დაიწყო.